ერთხელ მეფის კარზე ძალიან ჭკვიანი მინისტრი ცხოვრობდა. ამ მინისტრს ყველა პრობლემის გადაწყვეტა ჰქონდა და მეფე მის გარეშე დიდ გადაწყვეტილებას არ იღებდა. ამის გამო კარზე სხვა ხალხი მინისტრის შურდა. ერთ დღეს მეფემ მინისტრს უთხრა: შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ შენი შვილი ძალიან სულელია და გონებას მოკლებულია. მინისტრს ეს არ მოეწონა და ჰკითხა: თქვენო უდიდებულესობავ, რატომ ამბობთ ამას? რატომ ფიქრობთ, რომ ჩემი შვილი სულელია? მეფემ უპასუხა: ყოველდილით, როცა ხალხთან შესახვედრად მივდივარ, თქვენი შვილი იქ არის. ყოველდღე ვეკითხები, რა არის უფრო ღირებული, ოქრო თუ ვერცხლი, და ყოველ ჯერზე, როცა შენი შვილი ვერცხლს ეუბნება. ამის გაგონებაზე კარზე ყველა იცინოდა და მინისტრი ცუდად გრძნობდა თავს. არაფრის თქმის გარეშე ის პირდაპირ სახლში წავიდა და შვილს ჰკითხა, რომელი ლითონია უფრო ღირებული, ოქრო თუ ვერცხლი. შვილმა სწრაფად უპასუხა: მამაო, ოქრო. შემდეგ მინისტრმა ჰკითხა: იცით, რომ ოქრო ძვირფასია? რატომ აძლევთ მეფეს ყოველდღე არასწორ პასუხს და ამბობთ, რომ ვერცხლი უფრო ძვირფასია? შვილმა უპასუხა: მამა, ყოველდილით მეფე ბაზარში მოდის ხალხის შესახვედრად. ყოველდღე მირეკავს, წინ 2 მონეტას მიდებს, ერთ ვერცხლის და ერთ ოქროს და მეკითხება, აიღე უფრო ძვირფასი. ვერცხლის მონეტას ვიღებ და მეფე იცინის და მიდის. შემდეგ მინისტრმა შვილს ჰკითხა: რატომ აგროვებ ვერცხლის მონეტას ყოველდღე? დღეს ამის გამო მთელი სამეფო დამცინოდა. ამის გაგონებაზე შვილმა მამა თავის ოთახში წაიყვანა და ყუთი გახსნა. 5 სავსე იყო ვერცხლის მონეტებით, რადგან ამდენი ვერცხლის მონეტა დაინახა. მინისტრი გაოცდა და ჰკითხა: საიდან იშოვე ამდენი ვერცხლის მონეტა? შვილმა უპასუხა: მამა, ეს ის მონეტებია, რომლებსაც მეფემ აძლევს იმ დღეს, როცა მეფე სწორ პასუხს გავცემ და ოქროს მონეტას ავიღებ, ის ამ კითხვას აღარ მისვამს. და მე ყოველდღე ვერცხლის მონეტას აღარ ვიღებ. მეფეს სიამოვნებს, როცა ვერცხლის მონეტას ვიღებ და ვეტყვი, რომ ვერცხლი ოქროზე ძვირფასია. იცინის და დიდი ფიქრის გარეშე მიდის. არ მინდა ჩემი ყოველდღიური ვერცხლის მონეტა ერთ ოქროს მონეტაზე დავკარგო. ამის გაგონებაზე მინისტრმა იამაყა თავისი შვილით და მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მის შვილს სულელს უწოდებდა, მისი შვილის სიბრძნე ისეთი რამ იყო, რაც მხოლოდ ბრძენ ადამიანს შეეძლო გაეგო. ახლა, როდესაც ვინმე მის შვილს სულელს უწოდებდა, მინისტრი გაიღიმებდა და მიდიოდა. მეგობრებო, შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ცოტას შრომობს და დიდ შოუს აკეთებს. ზოგი კი დიდ საქმეებს აკეთებს ტრაბახის გარეშე. თუ იცით, რომ ის, რასაც აკეთებთ, სწორია, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი სულელს გიწოდებ თუ გიშს, სამყარო ხშირად გიშს უწოდებს მათ, ვისაც არ ესმის. თუ ეს ვიდეო სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი გააკეთოთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ღილაკის დაჭერა, რათა არასდროს გამოტოვოთ სასარგებლო, ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.